გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშნულებასა და მისი უფლებამოსილების გაცნობას ემსახურებოდა ვიზიტი, რომელიც 5 მაისს ქარელის გამგეობის შენობაში შედგა. 5 მაისს ქარეში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და გაეროს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი, რომელიც გაეროს დაფინანსებით შედგა, საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშნულებასა და მისი უფლებამოსილების მოსახლეობის ფართო მასებისათვის გაცნობას ემსახურებოდა. შორის ქარელის რაიონიდან არც ერთი საქმე ჯერჯერობით არ ჰქონდა და ამანაც განაპირობა, რომ სწორედ ქარელის რაიონი ავიჩი. ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის უფლებებიც ილახება ამა თუ იმ ნორმატიული აქტის მოქმედებით, შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ასამართლებს ხელისუფლებას, ანუ შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი ნორმატიული აქტი, თუ იგი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ითქვა შეხვედრაზე. თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა ერთ-ერთ პუნქტად იქნა შეტანილი იმ ჩამონათვალში, რის გამოც საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა. ასეთი შესავლის შემდეგ სტუმრებმა უპასუხეს დარბაზში მყოფთა შეკითხვას, რომლებიც ძირითადად სასამართლო რეფორმას ეხებოდა. მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა, რომ აუდიტორია ესეთი აქტიური იყო, ძალიან აქტიურად ჩაებდნენ ჩვენს საქმიანობის განხილვაში, ჩვენი კონკრეტული საქმის ირგვლივ იმდენი შეკითხვები შემოვიდა, რომ მე ძალიან გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა. პრევენციული კონტროლი, ანუ კანონების კონტროლი მათ მიღებამდე მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს. საქართველოში კი არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობას მათი მიღების შემდეგ განიხილავს. ცობის შემთხვევები ქარელის რაიონში უკვე რამდენჯერმე აღინიშნა. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს პროფილაქტიკის მიზნით ცობის საწინააღმდეგო აცრები. ინფექციურმა დაავადებამ იჩინა თავი, მათ შორისაა ცოფი, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის პარალიზებას და საბოლოოდ კი ადამიანის სიკვდილს. ცოფი ადამიანზე ცხოველებისაგან, კერძოდ ძაღლისაგან გადადის. კბენის შედეგად, ამიტომაც სისტემატურად ტარდება ღონისძიებები, კერძოდ ძაღლების აცრები, ცოფის თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ეს დამშვიდების საბაბს მაინც არ გვაძლევს, რადგანაც ცოფის შემთხვევა ცხოველებში ჩვენს რაიონში მიმდინარე წელს უკვე აღინიშნა. ცოფი ამიმდინარე წელს ჰქონდა იანვრის თვეში იყო მსხვილფეხას ხოსანპირუსში სოფელ მოხიში აღინიშნა და ლიკვიდირებული იქნა, გამოცხადდა ეზობრივი კარანტინი და ეს ინფორმირებული იყო ადგილობრივი გამგეობა და დეპარტამენტი ჩვენი და სწორედ ამიტომაც გასული წლის მსგავსად რაიონში ცოფის წინააღმდეგ პროფილაქტიკის მიზნით მიმდინარეობს ძაღლების აცრები, რომელიც დაიწყო 1 აპრილიდან და 1 მაისამდე გაგრძელდება. ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სამსახური თვლის, რომ ეს აცრები სავალდებულოა და საჭიროა მოსახლეობა ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს. აცრები უფასოა, მომსახურება უფასოა, ამაზე არავითარი თანხა არ არის გადასახდელი და ძალიან ამთხოვ მოსახლეობას, რომ დაგვეხმარო. რაც შეეხება კიდევ მე მონადირეთა კავშირის წევრებს ვთხოვ, მონადირე ძაღლები აუცილებლად პირველი გადამტანი და მატარებელია მელია და მონადირე ძაღლები უნდა იცრას აუცილებლად. ამ აცრებით ძაღლები გამოიმუშავებენ იმუნიტეტს, რომლითაც ისინი დასულები იქნებიან მთელი წლის განმავლობაში და რაც ამავე დროს შეამცირებს რაიონში ცოფის გავრცელების საშიშროებას. გორის სასამართლოში შეტანილი სასჯელი, რომელიც ხაშურის რაიონის განათლების განყოფილებამ შეიტანა, სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 10 მარტს ხაშურის რაიონის განათლების განყოფილებამ გორის სასამართლოში სასჯელი შეიტანა. იგი სამშენებლო ორგანიზაცია ფუნდამენტისაგან იმ 5,000 ლარის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც სურამის ბავშვთა სახლის კაპიტალური რემონტის სამუშაოებისათვის იყო გათვალისწინებული. ამ თანხაზე დავა უკვე კარგი ხანია გრძელდება. გარდა ამისა, განათლების განყოფილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის გადახდასაც მოითხოვს. სამუშაოთა არადროული დამთავრების შემთხვევაში შემსრულებლის მიზეზით იგი ვალდებულია დამკვეთის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველ გადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 1%. როგორც ჩანს, ხელშეკრულებაში ჩადეს ორივე მხარე, მისაღები იყო მათთვის და ყველაზე მცირე ალბათ 1%. გორის სასამართლოში აღნიშნული პროცესი მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. 10 აპრილს კი იგი განუხილველი დარჩა. რამდენიმე დღის წინ კი ხაშურის რაიონის განათლების განყოფილებამ სასჯელი ხელმეორედ შეიტანა. მხარეები დაბარებული იქნენ, გამოცხადდა განათლების განყოფილების წარმომადგენელი, მოსარჩელის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა ფუნდამენტიდან, ვიფიქრეთ, რომ არ მივიდა უწყება, 1000 არის რომ არ მისდის. გადავდეთ ერთი კვირის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეთანხმებით მოსარჩელისთან თარიღი დავადო დღე, კვლავ არ მოვიდა. და მე თვითონ ვთქვა, რომ მე რადგან ურთიერთობა მქონია მაგათთან, კარგად ვიცნობ პიროვნულადაც და კარგად ვიცნობ
ადგილსამყოფელი და მე თვითონ წავუღებ უწყებებს. მიუტანის მართლა გავატანე უწყება და აღარ მოვიდა თვითონ განათლების გამოფლების წარმომადგენელი. მომავალ კვირას მიუხედავად იმისა, გამოცხადება თუ არა სასამართლოში მოპასუხე მხარე, პროცესი მაინც შედგება. გიორგობის დღესთან დაკავშირებით ქარელის ღვთისმშობლის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღავლინა წინამძღვარმა მამა ეფრემმა. 6 მაისს ქრისტიანული სამყარო წმინდა გიორგი მოწამეს ხსენებას გიორგობას აღნიშნავს. წმინდა გიორგის სახელი თავიდანვე შეისვის ხორცსა ქართველმა ერმა, რადგანაც მასში თავისი სულიერი შემწე დაინახა. საქართველოში მრავალი ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა. 6 მაისს ქარელის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში გიორგობის დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ჩატარდა. მიუხედავად უამბობისა, იმ დღეს ეკლესიაში მაინც ხალხმრავლობა იყო, რადგანაც რწმენა ქვეყანაზე ყველაზე მთავარია. სწორედ რწმენისათვის ეწამა წმინდა გიორგი იმ პერიოდში, როდესაც სასტიკად დევნიდნენ და ავიწროდნენ ქრისტიანობას. აუხსენოთ თუნდაც, როდესაც იგი საშინელი წამებით ბორბალზე დააკრეს და მისი სხეული 365 ნაწილად დაიჭრა და ამის შემდეგ უფლის ანგელოზი გავდამოხდა ესეცი და წმინდა გიორგი უნებლიო მკვდრეთით აღადგინა. აი ამის სასწაულის მხილველი ურჯულო იმპერატორი დიოკლეტიანი კიდევ უფრო გამძვირდებოდა ახალ სასწაულებს, ასე რომ თქვა იგონებდა მის საწამებლად, რომ წმინდა გიორგის მხნეობა განეტეხა, მაგრამ სული წმინდის მადლით აღსეულმა და განმტკიცებულმა კი არ დათმო სარწმუნოება, არამედ თავისი საქმით, თავისი მხნე აღმსარებლობით იქადაგა იგი. მისი მოთმინების, გასაოცარი მოთმინების მხილველი მრავალი ადამიანი მოინათლა და ერწმუნა ქრისტე. წმინდა გიორგის ხატზე გამოსახული ქვემდებარე, აი ეს ბოროტი ურჩხული განასახიერებს იმ ბოროტ ძალას, ურწმუნოებას, რომელიც წმინდა გიორგიმ თავისი სარწმუნოებით დაამარცხა. და სწორედ აი ესეთი დიდი მფარველი წმინდანი ყავს დღეს ჩვენს სრულიად საქართველოს და ქართველებს სწორედ ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.